აბსოლუტურად გეთახმები. მოგესალმებით, დღეს ნამდვილად ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ეს არის ის რაც ხდება უკრაინაში და უკრაინაში მიმდინარეობს ქვეყნის ანექსია საინფორმაციო საშუალებების თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში ხდება ეს ყველაფერი. უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და სტრუქტურების პასუხი ამაზე ჯერ ისეთი სათანადო არ არის, რაც ხდება უკრაინაში. ამასთან მიმართებაში საინტერესოა, რა სიტყვის ჭორვილელი ვანგა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მას ჰქონდა ყოველთვის გამოსვლები და ის ამბობდა, რომ აი რუსეთი ამას არ აპირებს, ეს ყველაფერი სხვანაირად მოხდება, არ ჯერა ამისი და ასე შემდეგ. დღეს რატომღაც მიმალვაშია, არ აკეთებს არანაირ განცხადებას. არ აკეთებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი მიდგომები თუ პრორუსული არ იყო, უტოპიური მაინც იყო რუსეთთან დაკავშირებით, როდესაც ის აპირებდა, რომ რუსეთისთვის აეხსნა მაგალითად, რომ ნატოს მიახლოება მის საზღვრებთან საფრთხეს არ წარმოადგენდა. ეს იყო ის კონცეფცია, რითიც მოვიდა ოცნება ხელისუფლებაში, თქვენ გახსოვთ, რუსეთთან უნდა დაელაგებინათ ურთიერთობა და არ შეეცვალათ საერთაშორისო კურსი ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ეს რეალურად ყველა კარგად ხედავს, რომ არის უტოპია, ამის განხორციელების თეორიული შანსიც არ არსებობს, იმიტომ რომ რუსეთს დოქტრინაში უწერია, რომ საფრთხეს წარმოადგენს მის საზღვრებთან ნატოს და ევროკავშირის მიახლოება, ამიტომ ამას როგორ მოახერხებდა ეს პოლიტიკური ვანგა უბრალოდ წარმოუდგენელია, ამიტომ კიდე დაველოდოთ მოვლენებს, იქნებ გამოჩნდეს და აუხსნას მის მომხრეებს მაინც რეალურად რას აპირებს, იმიტომ რომ ყველა გადაწყვეტილებებს ცხადია იზღებულობს ამ საკითხებთან მიმართებაში და დღევანდელ დღეს საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, მაგალითად უკრაინაში რა დონის მოთმენა არსებობს და რომ პროვოკაციაზე არ წამოეგო უკრაინა და ასე შემდეგ. ამასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგია ამ თვალსაზრისით უკრაინის მიდგომები, მაგრამ ხედავთ ეს ანექსიას, ოკუპაციას არ აჩერებს და ეს პროცესი მაინც გრძელდება, ეს ერთი. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები, რომელიც ეხლა უკრაინაში ხდება, ეს ჩვენ უკვე გადატანილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტომდე და მეტიც ის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც იქ დგას, ჩვენთან უკვე სამშვიდობო სეგიდით იდგა საქართველოს ტერიტორიაზე, ერთ შემთხვევაში დსთ-ი, მეორე შემთხვევაში მოსკოვის ხელშეკრულებით და მეტიც ამ ტერიტორიაზე უკვე განხორციელებული იყო ქართველების ეთნოწმენდა და ეს არ არის ჩემი პოზიცია, ამაზე იყო ეუთოს სამიტის 3 რეზოლუცია 94-ის, 96-ის და 99-ის. ამასთან ერთად ეთნოწმენდის შემდეგ ის რეფერენდუმი, რომელიც უნდა გაიმართოს რეფერენდუმში ბრწყალებში ვამბობ, ეს უკვე ეთნოწმენდა მომხდარ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში უკვე ჩატარებული იყო. უფრო მეტიც ისინი ეგრეთ წოდებული სამშვიდობოებით აკონტროლებდნენ გაცილებით მეტ ტერიტორიას, ვიდრე დღეს აკონტროლებენ და მათ ერქვათ, მათ დღეს ქვიათ უკვე ოკუპანტები, მაგალითად ენგურსაკეთ მათ ჰქონდათ 12 კილომეტრიანი და 12 კილომეტრიანი მოქმედების ზონა, ანუ 24 კილომეტრით გადმოდიოდნენ სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ, რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, მათი მოქმედების არეალი განისაზღვრებოდა ცხინვალიდან 15 კილომეტრით და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 7 კილომეტრით საზღვრის გასწვრივ. ეხლა იმყოფებიან შიგნით ადმინისტრაციული საზღვრის და მათ ქვიათ ოკუპანტები. ამიტომ ეს პროცესები, რომელიც ხდება უკრაინაში, მეცაც გეტყვით, უკვე უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს წინა რიცხვებში და ზუსტად მარტში დუმა იხილავდა მიერთების საკითხს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის, ეს რატომღაც დაავიწყდა დღევანდელ ხელისუფლებას, მეტიც მათ ხელშეკრულება დაარღვიეს დსთ-თან და გამოვიდნენ ამ ხელშეკრულებიდან და სამხედრო კონტინგენტი შეიყვანეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადესანტო ნაწილები და რკინიგზა აღადგინეს, ასეთივე იყო ცხინვალის მიმართულებით, მეტიც გამოვიდნენ ევროკავშირის შეიარაღებიდან და მეტიც, როდესაც უკრაინასთან მიმართებაში პუტინს აქვს ნებართვა შეჭრაზე აღებული ფედერაციის საბჭოსთან, ამდაგვარი ნებართვაც არ ქონდა საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ აქ ეს პარალელი თუ იქნება გავლებული, ის არის, რომ საქართველოსთან მიმართებაში გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა იყო და ჩვენი პასუხი იყო იმაზე, რომ მათ უკვე ამ ქმედებებიდან გადაინაცვლეს აქტიურ სამხედრო მოქმედებაზე, დაიწყეს დაბომბვები და
ამას მოყვა რეალურად სხერპლი. მე დარწმუნებული ვარ ანალოგიურ სიტუაციაში უკრაინის ხელისუფლებაც და ჯარიც ასევე მოიქცევა, თუმცა იქ საინტერესო ამ ჯარის გამოყვანა რეფერენდუმის მერე ბრჭყალებში როგორ მოხდება და ეს მექანიზმი რეალურად მუშაობს და თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ამერიკამ, ევროპამ არ მიიღო კონკრეტული დახმარებების პაკეტი უკვე უკრაინისათვის, არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით, არამედ სამხედრო თვალსაზრისით, პუტინის ამბიციები არ გაჩერდება და თუ ის შემთხვევა იყო, როდესაც მიუნხენის ხელშეკრულების დროს სამარცხვინოდ ჩეხოსლოვაკია ჩააბარა ევროპამ პრაქტიკულად ჰიტლერს, ანალოგიურად მოხდება და რეაქცია თუ არ იქნა სათანადო, იქნება აი ეს პროცესები და ეს პარალელი, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ჰიტლერი, სტალინი, პუტინი ერთი სპექტრია და ამაზე გვაქვს გაკეთებული 17 დოკუმენტური ფილმიც და ყველა ეს პარალელი იგივე მიუნხენის გარიგებასთან, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტთან, უნგრეთის შეჭრაზე, პრაღის გაზაფხულთან, ავღანეთის შეჭრაზე და ასე შემდეგ. ეს პარალელები გაკეთებული ჰქონდა და 2011 წელს 17 დოკუმენტური ფილმი ჰქონდა უკვე სამ ენაზე, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე და ეს ჩვენი მიდგომები ამ რუსეთთან დაკავშირებით ემყარებოდა ცოდნას და არა ინტუიციას. ამიტომ ვამბობდით, რომ აქ იყო თანმიმდევრული ქმედებები საჭირო და მეტიც ვამბობდით, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლო უნდა იქნეს გამოყენებული და დღეს როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ამ სასამართლოებს ყურადღება უნდა მიექცეს, ისიც იმ სასამართლოებს, რომელიც ჩვენ ქონდა დაწყებული და სტრასბურგთან დაკავშირებით, თქვენ იცით დეპორტაციასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში იქნება შედეგი. ამიტომ ამ სასამართლოებს ჭირდებოდა გაგრძელება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, იგივე ტრიბუნალის მოთხოვნით და ასე შემდეგ, აი ეს პროცესები რეალურად შეაჩერეს. მეორე პროცესი არის ის, უკვე რაზეც საუბრობდით აქ, რომ ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მას არ ჭირდება პრაქტიკულად შუამავალი რუსეთთან და ამან გვაჩვენა რეალურად ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თვითონ ღებულობენ გადაწყვეტილებებს, რომ იგივე მარიონეტულ ხელისუფლებას დაეხმარონ თუ არ დაეხმარონ, ეს ფინანსური დახმარება როგორი ტიპის უნდა იყოს, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს არც ერთი პროექტი გაეროში, ევროკავშირში წარდგენილი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ პროცესების განსაზღვრა. ჩვენ შემთხვევაში იყო პირიქით, ჩვენ გაეროში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდით და ვიცოდით, რას რა უნდა მოყოლოდა და ბოლო რეზოლუცია, რომელიც გაეროში მივაღებინეთ, ეს იყო სწორედ აგვისტოს წინარიცხვებში, მარტში, როდესაც გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და პან კი მონს დაევალა სექტემბრისთვის ქონოდა კონკრეტული გეგმა დევნილების დაბრუნების. ამიტომ, როდესაც შენ არ ადგენ ამ დაგვარ გეგმას, შენ არ ითხოვ რა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ დროს საერთაშორისო ორგანიზაციები შენს გარეშე აკეთებენ ამას და ამ სიტუაციიდან შენ ხარ ამოვარდნილი. რა მოიტანა კარასინი და აბაშიძის შეხვედრებმა, თქვენ რეალურად ხედავთ, ეს არის პრაქტიკულად ალბათ სამსახური აბაშიძისთვის და მეტი არაფერი და ჯობია ესეთი ადამიანი სხვა საქმით იყოს დაკავებული, იმიტომ რომ ასეთ დიალოგს თქვენ ჩვენ ხედავთ, აზრი არ აქვს და მეტიც თქვენ გახსოვთ ოლიმპიადის წინა პერიოდში ჩვენ რას ვამბობდით, რომ ეს იქნება ყველაზე სამარცხვინო ოლიმპიადა და ვამბობდით ამასაც, რომ ჰიტლერმა ოლიმპიადის მიმდინარეობის დროს მაგალითად ეთნოწმენდა ებრაელების შეწყვიტა. შეამცირა მაინც. რასაც ადგილი არ ქონდა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ადგილი არ აქვს უკრაინასთან მიმართებაში, პუტინი თავის აგრესიულ პოლიტიკას ოლიმპიადის პირობებშიც აგრძელებდა საქართველოსთან მიმართებაში, გადმოწია საზღვრებით 11 კილომეტრით, ავლებდა მავთულყრატებს, ბიზნესად აქცია ადამიანების გატაცება და დამთავრებული არ იყო ოლიმპიადა, როდესაც ანექსია და ოკუპაცია დაიწყო უკრაინის. ამიტომ არის ეს პარალელები და როდესაც ჩვენ ამ პარალელებს ვავლებდით, მაშინ ალბათ ნაკლებად დასაჯერებელი იყო როგორც აქ საზოგადოებისთვის, ასევე მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის, მაგრამ ამ პარალელს ჰიტლერი, სტალინი, პუტინი დღევანდელ დღეს მსოფლიო ლიდერებიც ავლებენ და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იქნება უკვე კონკრეტული შედეგები და უკრაინას არ გაწირავენ ისევე როგორც თავის დროზე გაიწირა ჩეხოსლოვაკია. ამიტომ ვამბობთ რეალურად თქვენ ხედავთ
საკმაოდ მძიმდება მდგომარეობა, ამაზე თუ არ იქნა საერთაშორისო რეაგირება და არა ის, რა განცხადებებიც კეთდება, გულისხმობ კონკრეტულ მიდგომებს, გულისხმობ სამხედრო დახმარებას უკრაინასთან დაკავშირებით, მეტიც სხვა სახელმწიფოებმა, მაგალითად იაპონიამ ცალსახად უნდა განაცხადოს თავისი პრეტენზიები კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით, რომელსაც მარტო დიპლომატიური არხებით აკეთებს და მას სახელმძღვანელოებში შეტანილი აქვს, რომ ეს კურილიის კუნძულები არის ოკუპირებული, იგივე სხვა სახელმწიფოების მიდგომები თუ არ იქნა რუსეთის მიმართ, დღევანდელ დღეს პუტინის მადა კიდევ უფრო გაიხსნა და ის ლაპარაკობს, რომ თვითონ საბჭოთა კავშირის დაშლის მექანიზმი არ იყოს სწორი და სამართლებრივად არ იყო მართალი. ანუ მან თავისი პრეტენზიები, რომელსაც ის დეკლარირებულად ამბობდა, რომ 2015-დან ის რეალურად იწყებს საბჭოთა კავშირის აღდგენას, ეს პროცესი დაიწყო. ამიტომ ეს არ დამთავრდება არც მარტო ყირიმით. და მას ჭირდება მთლიანად უკრაინა და თქვენ განახეთ იგივე კონდოლიზა რაისის ეხლანდელი განცხადება და ეს კარგი იყო თავის დროზე რო ეთქვათ, როდესაც ჩვენ ეს პრობლემები გქონდა, რომ მათ უკრაინა მიაჩნიათ თავიანთ ნაწილად, ასე აღიქვამენ, მით უმეტეს საქართველოზე ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ რომ აქ რაც მოხდა უკვე დღევანდელ დღეს რეალურად ჩანს, იმიტომ რომ არ არსებობს რუსი ოლიგარქი და მისი თანხები. გულისხმობ ივანიშვილს, რა თქმა უნდა. არ სხვა ოლიგარქებს. რეალობა არის ის, რომ ეს ფული არის პუტინის ფული. ეს არის FSB-ს ფული და აქედან გამომდინარე ყველა დაკვეთას ეს ადამიანები შეასრულებენ. ამიტომ ცხადია, რუსეთს უნდა და პუტინს უნდა კონტროლი კავკასიაზე და კავკასიაზე კონტროლი ვერ განხორციელდება საქართველოზე სრული კონტროლის გარეშე. ამიტომ მას ჭირდება სრული კონტროლი კავკასიაზე. ამიტომ ამბობ ჩვენ, რომ როდესაც რაც ხდება უკრაინაში, ეს არ არის უკრაინის პრობლემა. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა და უკრაინის პრობლემა. ეს არის საერთაშორისო პრობლემა. სოფლიომ თუ დაუშვა იმ მენტალიტეტის აღორძინება, რომელიც იყო ჰიტლერის და სტალინის პერიოდში, ცხადია სრული კატასტროფა გვექნება. ამიტომ ეს არ არის საქართველოს პრობლემა, ამას მოყვება ბალტიისპირეთის პრობლემებიც და რეალურად საბჭოთა კავშირის აღდგენის სრული მცდელობა იქნება. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოყვება სრული კრახი, იმიტომ რომ ამის განხორციელების რეალური შანსი არ აქვს. მეტიც აგვისტოს რიცხვებში პუტინს მეტი შანსი ჰქონდა, როდესაც ნავთობის ფასი 150 იყო და ის ფიქრობდა, რომ გაზზე დამოკიდებულს უფრო გახდიდა ევროპას. დღეს უკვე მთელი ევროპა ამერიკას ლაპარაკობს გაზის ალტერნატიულ მიწოდებაზე ევროპაზე და ევროპაც ალბათ მიხვდება, რომ რაც მეტად იქნება ნარკომანივით დამოკიდებული ამ რუსულ გაზზე, მით მეტი პრობლემები შეექმნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი რეალურად უნდა დადგეს და ამის უკან დახევა აღარ იქნება, იმიტომ რომ სოფლიო საზოგადოებრიობამ უკვე გაიაზრა, რას ნიშნავს პუტინი, მისი ფაშისტური და საბჭოთა მენტალიტეტის ნაზავი და ამას ექნება შესაბამისი პასუხები საერთაშორისო დონეზე. აქ მეორეა ჩვენი ხელისუფლება რას აკეთებს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ეს მცდელობა იქნება. ჩვენ მაშინაც ვამბობდით და დღევანდელ დღეს უფრო კარგად ჩანს მაგალითად. ასეთი ოკუპაციები სწორედ იმ 17-ვე ფილმშია განხილული, ერთი არის ფინეთის წარმატებული მაგალითი ითვლება და ფინეთის წარმატებულ მაგალითში მისმა ეროვნულმა გმირმა მანენჰეიმმა მისი ტერიტორიის 10% საბოლოოდ დაკარგა. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არის 20% და ისიც არის მხოლოდ ოკუპირებული და ოკუპაციას ყოველთვის უნდა მოყვეს დეოკუპაცია და დღევანდელ დღეს კარგად გამოჩნდება, რას ნიშნავდა იმ ხელშეკრულებაზე ხელი რო არ მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმ. ამიტომ ეს პროცესები ყოველთვის ჩვენ დასასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ მეორეა, რომ ამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს თავის დასასარგებლოდ, ხედავთ აბსოლუტურად სხვას. დაიწყო და გრძელდება და უფრო მეტი ტემპები აკრიფა დევნამ, ეხლა უკვე დავიდნენ სახმართველების და კორპუსის ხელმძღვანელების დონეზე, როდესაც რეალურად ვერაფერს ვერ აკეთებენ და იმის მაგივრად რომ იყოს შიდა კონსოლიდაცია და ვემზადებოდეთ იმისთვის, რომ რუსეთი ამ აგრესიას განახორციელებს და ამისთვის რეალური მზადება იყოს, აქ შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო ღმარდება და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიყავს ამ ხელისუფლებას ყველაფერი ეს. აი სწორედ ამას ვამბობდი, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის გზა, რომელიც აირჩია ამ ხელისუფლებამ, როდესაც არ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში და შენ ამბობ, რომ შენ გინდა პირდაპირი კავშირით რუსეთთან მიიღო შედეგი და ამასთან ერთად, როდესაც
რეინტეგრაციის სამინისტროს მაგივრად გაქვს შერიგების სამინისტრო და ამბობ რომ ეს პრობლემა არის აფხაზების და ქართველების, ეს პრობლემა არის ოსების და ქართველების, სულ მინიმალურად ეს არის უცოდინარობა თუ არა პრორუსული ხაზის გატარება, ასეთ შემთხვევაში ეს საერთაშორისო ორგანიზაციები იქცევიან ადეკვატურად და ისინი თვითონ ეძებენ გასავალს უკვე ამ მარიონეტული ხელისუფლების მისამართი. მე არ ვლაპარაკობ რომ ეს სტრუქტურები იქ უნდა იყოს იზოლაციაში. არა, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს საქართველოს ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. რასაც ვაკეთებდით ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, ვამბობდით რომ დიახ, თუ ბიზნესი განვითარდება ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა განვითარდეს, მაგრამ უნდა განვითარდეს საქართველოს ხელისუფლების ჩართულობით. რა მივიღეთ ჩვენ გახსოვთ? ის სამარცხვინო კანონი, რომელიც შემოიტანეს და პირველი მოსმენით გავიდა, მხოლოდ ეს იყო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, გამოდიოდნენ ოცნების წარმომადგენლები და ცალსახად ამბობდნენ, რომ ეს არის კარგი კანონი და შეცვლის სიტუაციას და თუ ეს კარგი კანონია, რატო არ შემოდის მეორე მოსმენით, რატო არ შემოდის მესამე მოსმენით, რეალურად გამოჩნდა, რომ ეს რისთვის კეთდებოდა, ეს ჭირდებოდათ ოლიმპიადას წინა პერიოდში, იმისთვის, რომ რუსებს დაესვენათ ქართველების იმ სახლებში, რომლის მიმართაც განხორციელდა ეთნოწმენდა, მაგრამ დღეს უკვე ამან აქტუალობა დაკარგა რეალურად და ამიტომ ეს კანონი ამ ოცნებისთვისაც სამარცხვინო გახდა. ამიტომ ამბობ, რომ აი ამას ჭირდება აბსოლუტურად სხვა მიდგომები და საგარეო პოლიტიკაში ცალსახად გაირკვა, რომ საქართველოს მიდგომები იყო აბსოლუტურად უშეცდომო და ამ მიმართულებით რომ გაგრძელებულიყო ის მიდგომები, რომელიც ჩვენ გვქონდა დღევანდელ დღეს, უკვე კონკრეტულ შედეგზე შეიძლება გვესაუბრა, იმიტომ რომ საერთაშორისო კონტექსტი შემოbrunებულია და ამ საერთაშორისო კონტექსტში ჯერ კიდე ყოფილი პრეზიდენტი რა აქტიურადაა ჩართული თქვენ ხედავთ და წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ის რო ყოფილიყო პრეზიდენტის რანგში. აბსოლუტურად ყველა მიმართულების ტელევიზია. ლაპარაკია დემოკრატიულზე CNN-ზე, ლაპარაკია რესპუბლიკელების Fox News-ზე, ლაპარაკია არაბულ სამყაროზე, გულისხმობ ალ-ჯაზირა, საუბარია BBC-ზე, საუბარია Euronews-ზე, აბსოლუტურად ყველგან გადის საქართველოს პოზიცია და პირიქით CNN-ზე იყო სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში არის მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი ხელისუფლებამ მოქალაქეს ეძახის იმის მაგივრად, რომ მისი ეს პოლიტიკური შესაძლებლობები იქნეს გამოყენებული. აი ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ ვამბობ, რომ იმის მაგივრად, რომ შიდა კონსოლიდაცია მოხდეს, ამ ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაპირისპირების პროცესში გადაყავს. ეს არის საქართველოს მოსახლეობაზე დამოკიდებული. რეალურად ჩვენ არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტოზე ვაჩვენეთ, რომ იყო 20%-ზე მეტი, დღევანდელ დღეს ეს პროცენტი რეალურად გაზრდილია ჩვენი მიმართულებით, მაგრამ შემცირებულია ოცნების მიმართულებით. უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა რეალურად აჩვენა, რომ საგარეო პოლიტიკა იყო ის ერთადერთი სწორი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. საშინაო პოლიტიკაში ყველაფერი აბსოლუტურად არის გაჩერებული, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე ბიუჯეტის ზრდის თვალსაზრისით, ის დაპირებები, რომლებიც იყო პენსიების ზრდასთან, ხელფასების ზრდასთან, სამუშაო ადგილებთან, ბენზინის ერთლართან, ტარიფების შემცირებასთან, იპოთეკარების დაკმაყოფილებასთან, აბსოლუტურად არის განოლებული და მეტიც ეს ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ივანიშვილს დაუბრუნოს და კიდე უფრო მდიდარი გახადოს თავისი ქონება. ეს არის რეალური შანსი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოსახლეობის პოზიცია ამ არჩევნების დროს იქნება აბსოლუტურად სხვა და ეს ტემპიც ამის საშუალებას, რაც ვითარდება პოლიტიკურ სპექტრში, ამის საშუალებას რეალურად გვაძლევს.